კაი გამარჯობა, მე გიორგი ლიპარაშვილი ვარ, იგივე ლიპარა, მოსწავლებელი და დღეს ლიპარასკევებაა, ჩემი გადაცემის დღე და დღეს მინდა ერთი მოთხრობა წარმოგიდგინოთ, ეს არის გოდერძი ჩოხელის ბებო. ბებოები ყველაზე ერთ-ერთი გამორჩეული და საყვარელი ადამიანები და ნახოთ რას წერს გოდერძი ბებოზე. ეს მოთხრობა შესულია მე-7 კლასის ქართულის ერთ-ერთ სახელმძღვანელოში, მაგრამ თუ თქვენ არ გაქვთ ეს წიგნი ან კითხვას მოსმენა გირჩევნიათ, შეგიძლიათ ამ ვიდეოს ბოლომდე მოусმინოთ. მოკლედ დავიწყოთ. გოდერძი ჩოხელის ბებო. ისედაც მიტოვებულ სოფელში მიატოვეს ბებო. ზაფხულში ვერ მოიცალეს შვილებმა. ზოგი სამსახურს იმიზეზებდა. ისეთ ადგილებზე მუშაობდნენ, გაცდენა არაფრით არ შეიძლებოდა. შვებულება თითქმის 4-ვე მერთა დაიყო. ოჯახებით აიყარდნენ და ზღვაზე წავიდნენ. იქედან დაბრუნებულებს კი ისე უამრავი, გადაუდებელი საქმე ელოდებოდა თბილისში. მთელი ზაფხული მოლოდინში გაატარა ბებომ. ერთავა თვალებზე სანთელებით გაყვითლებულ ხელს იჩრდილებდა და გზას გაჰყურებდა. გზას გასათიბი ბალახი და შამპი მოსდებოდა. აღარც კი ეტყობოდა წესიერად. დილით ან და ნისლიანში რომ მოგენდომებინა, გავლა ამ გზით ისე იყო ბალახი ცვარით დამძიმებული, წელს ქვემოთ უცებ დასოლდებოდი. ბებოს იმედი ჰქონდა, რომ ადრე თუ გვიან გამოჩნდებოდნენ მისი შვილები, რძლები და შვილიშვილები, ამიტომ წინასწარ თადარიგს იჭერდა. ნისლიან ამინჩი, რამდენჯერმე ჩაივლიდა და გზაზე, თან ჯოხი ცვრიან ბალახს ბერტყავდა, რომ ქალაქელები არ ჩაელპო. ასე ეძახდა თავის შვილებს. სახინკლე ხორციც რამდენჯერ გაამზადა, წინასწარ სიზმარს ნახავდა ხოლმე, რომ ყველანი სახლში იყვნენ. დილაუთენია კი, როგორც კი მამალი საგათენებლო ზარს მორთავდა, იმ წუთში ლოგინდან წამოდგებოდა ბებო. შვილიშვილებისათვის საგულდაგულოდ ჭინჭრის ფოთლებში გახვეულ სახინკლე ხორცს კარგად გარეცხავდა. მამამთილისეული ხანჯლით წვრილად დაკეპავდა და სოფელში გავიდოდა. 1-2 მასავით ბებერი კიდევ იყო ამ სოფელში. იმათთან ყვებოდა ბებო თავის წუხანდელ სიზმარს. დღეს აუცილებლად ვინმე მოგივა, ეუბნებოდნენ ისინი. ბებოც მოელოდა. შემოგევლო თქვენი ბებო, თქვენ მამად ზაღლებო თქვენა. ეგრე უნდა ბებოს დავიწყება, რომ ერთმა აღარ მომხედეთ, ქალაქელებს რა ყურს უგდებთ, დასხედით მანქანაზე და წამოდით. არ გიშვებენ განა, მოიცადეთ, ერთი აქ ამოვიდნენ, როგორ მივტყიპო ეგენი, რომ თქვენი თავი დამანატრეს. შვილიშვილების სურათებს იალერსებოდა ბებო. ამაოდ გახურებდა სოფლის გზას, ამაოდ იჩრდილავდა თვალზე, ჩამომჭკნარ ხელს ბინდდებოდა. გულმოკლული ბებო ხინკალს ახვევდა. თვითონ ისე შეკროდა მოლოდინით გული ლუკმასაც ვერ შეჭამდა, მაგრამ ამდენ ხანს ნალოლიავებელ ხინკლის გულს ისე ხომ არ გააფუჭებდა. საფულობით იმათ მთებში ცხრის ფარები იდგა და სახინკლე ხორცს ხან რომელი მწყემსი უწყალობებდა ბებოს, ხან რომელი. დუღდა ხინკლის ქვაპი, ნაღველი დუღდა ბებოს გულში. მერე ხონჩაზე ამოყრილ ხინკლებს ორთქლი ასდიოდა. მთელი სოფელი იმერთ პატარა ხონჩას შემოსხდომოდა და მაინც კიდევ იყო სტუმრისთვის ადგილი დარჩენილი. ბებოს ერთ ხელში სანთელი ეჭირა, მეორეში წყლით სავსე ჭიქა, რომელსაც სუფრის თავზე წაღმა ატრიალებდა და ილოცებოდა. ღმერთმა მოიხსენოს ვისი სულიც ამ სუფრას შემოსტრიალებდეს, ამ სახლის დაკლებულებისას და ყოველი ქრისტიანისა, ვისაც ხინკალი უყვარდა, დღეს კი ცოცხლები აღარ არიან. იმათ სული სალხინო იყოს ეს სუფრა, იმათი სული ნათელში ამყოფოს მაღალმა ღმერთმა. ამინ, ამინ, დასტურს იძლეოდნენ მეზობლები. ბებო ჩხარ-ჩხარა გადიოდა გარეთ და ღამეს აყურადებდა. მოსვლით კი მაინც არავინ მოდიოდა. ნელ-ნელა იწურებოდა ზაფხული, ძლივს თიბავდა ბებო ბალახს, მხარის ტკიოდა, მუხლებში ძალა აღარ ედგა, მალ-მალე ჩაიხვეოდა ხოლმე სათიბში და ძალას იკრებდა. შემოდგომა რომ დადგა, ტყეში გავიდა. შვილიშვილებისათვის თხილს და ძახველს კრებდა. იმ წელს თბილი შემოდგომა იყო, ოქტომბრის ბოლო აურია ცოტა. ბებო შეაშფოთა ამიდის გაჭირვეულებამ, საზამთრო შეშაზე დაიწყო ფიქრი. ახლა უკვე შვილების მოუსვლელობაზე კი არ დარდობს იმდენად ალბათ, ვინმეს რამე უჭირსო. ის უხედქავდა გულს, სად წავიდე, როგორ წავიდე, რომ ესეთი საფყარი ვარ და ქალაქის გზაც არ ვიცი. მეზობლებს შესჩიოდა ბებო. დამოკლდა დღე და გაგრძელდა უძილო ღამეები. ზამთრის სუნი დატრიალდა ჰაერში. მუხლები აუკანკალდა ბებოს, უშეშო დარჩენილ ზამთრის მოახლოების შეეშინდა, ჯერ კი მაინც იმედი ჰქონდა, გზას გაჰყურებდა. ის დღეც მოლოდინში დაღამდა, ღამე უსაშველო დიდხანს გაგრძელდა. იმ ღამით ისეთი თოვლი მოსულიყო სოფელში, მისასვლელი გზაც კი აღარ ჩანდა. წყარომდე ძლივს გარეკეს იმ დღეს საქონელი, უშეშო დარჩა ბებო.
დარჩა ზეცისა და მიწის ანაბარა. მიწას თოვლით იყო დაფარული, თოვდა. გამუდარებას არ აპირებდა. თითქმის 2 კვირამდე ითოვა ასე. მეზობლების მიმოსვლა შეწყდა. საქონელს თოვლს უდნობდნენ და იმას ასმევდნენ, წყაროსაკენ გზის გამკვალავი აღარავინ იყო. თანაც ზვავისა ეშინოდათ. იმ ხელა თოვლი იყო, კაცმა არ იცოდა, საიდან მოვიდოდა ზვავი. ბებო აქა-იქ ეძებდა შეშის ნარჩენებს და იმით ანთებდა ცეცხლს, რომ როგორმე გაედნო თოვლი. ღამ-ღამობით საშნელ სიზმრებს ხედავდა. გარდაცვლილი მეუღლე პატიჟებოდა თავისთან. ბებო უარობდა, შვილიშვილების უნახავად როგორ წამოვიდე, კაცო, რა გულმა უნდა გამიძლოს სამარეში, იმათი რომ ვერა ვიცი, ისე და ისე როგორ წამოვიდეო. ციოდა. შიგნიდანაც შეჭრხლული იყო სახლის კედლები. რომ გამოიდარა, მზე გამოჩნდა. ცოტა დათბა. აგუგუნდნენ ზვავები. ბებო მყუდროში იჯდა და თავის დამჭკნარ ხელებს დაჰყურებდა. ფიქრობდა, ღმერთმა იცის რაზე ფიქრობდა. იქნებ შვილებზე, იქნებ ქმარზე, იქნებ რომელიმე დღე ახსენდებოდა თავისი ბალღობიდან. იქნება სულაც სხვა რამეზე ფიქრობდა. ბებო, მაგრამ რაზეც არ უნდა ფიქრობდნენ სიბერეში ბებუები, შვილიშვილების სახე მაინც ერთთავად თვალწინ უდგათ. ხო და ფიქრობდა ბებო. დღე კი ილეოდა. ბებომ საღამოს საქონელს თივა დაუყარა და რა კი ცეცხლი ვერაფრით დაანთო, ლოგინში ჩაწვა, ჩაეძინა. შუაღამისა სადღაც საშნელმა ხმაურმა გამოაღვიძა, ტორტმანებდა, მიწა და სახლის მინებს ზრიალი გაქონდა. ლოგინში წამომჯდარი ბებო პირჯვარს იწერდა, ბნელი ღამე იყო და ფანჯარაში არაფერი ჩანდა. მიწისძვრას დააბრალა ბებო მესამბავი, ცოტა ხანში გარემო ჩაჩუმდა. დაწყნარდა სახლი. ისევ ჩასთვლიმა ბებოს, დილით მამალმა გააღვიძა. ბებომ თვალები გაახილა და ყური მიუგდო. იქვე სახლის ეზოში ყიოდა მამალი. მელამო კი არ გამიწყვიტოს ქათმები. ლოგინდან წამოდგა ბებო და გარეთ გაიხედა. გაუცებისაგან კარგა ხანს ერთ ადგილას იდგა. მის ეზოში უზარმაზარი წიფლის ხე მოეტანა ზვავს და მის კენწეროზე მამალი ყიოდა. დანარჩენი ქათმები წიფლის ტოტებზე ისხდნენ აქა-იქ. ეტყობა ზვავის ქარს საქათმე მოეგლიჯა და უსახყაროდ დარჩენილი მამალს ამ წიფლის ხეზე შეეხიზნა თავისი ოჯახი მელიის შიშით. ბებო გაოცებას ვერ ფარავდა. ამდენი ხანი ამ სოფელში ცხოვრობდა და არასოდეს ენახა აქ ზვავი. მამალი კი ისე ხმამაღლა და ლაღად გაჰკიოდა, თითქოს თავისი დღე და მოსწრება იმ წიფლის კენწეროზე ჰქონდა გატარებული. ბებომსაკენ კი დაუყარა. ქათმებს და ისინიც რიგრიგობით ჩამოფრდნენ ძირს. მარტო მამალი არ ჩამოვიდა, ბზის ამოსვლამდე იჯდა წიფლის კენწეროზე და ყიოდა. რაღაცა უხაროდა ბებოს, რა თვითონაც არ იცოდა. და ისიც იყო ძროხების გამოშვება დააპირა მზეზე, რომ უცებ სახი გაბრწყინებული მიაჩერდა ეზოს კარებს. ეზოში ხმაური ჩემოვიდა მისი 4-ვე ბიჭი, ასეთი დიდი სიხარულის განცდა ბებოს არასოდეს ჰქონია. მამალი კი ხის კენწერზე იჯდა და ისე გადმოხურებდა ეზო გარემოს, როგორც ერთადერთი მბრძანებელი თავისი სამეფოსი. მხოლოდ მაშინ გაიკადრა ძირს ჩამოსვლა, როცა ბიჭებმა ქურქები გაიხადეს და მოსაჭრელად მიადგნენ წიფელს. რაღაცის ჯეროდა ის დღე მოლოდინით ფერმკრთალ, რაღაცით სჯობდა ის დღე მოლოდინით ფერმკრთალ დღეებს. მე რა მინდოდა? გეხვეწებით, გაუფრთხილდით სიმარტოვეში ეულად დარჩენილ ბებუებს. ასე ამთავრებს გოდერძი ჩოხელი თავის მოთხრობას ბებო. დიდი მადლობა, მე შემდეგ ლიპარას გეობამდე გემშვიდობებით. გაუფრთხილდეთ ბებუებს. ნახვამდის.